ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. უწყებაში დღეს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი იმყოფებოდა. მან გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა და მედიით გაიგო. მისი თქმით, არ იყო ვალდებულება, რომ ამის შესახებ დაზვერვის სამსახურისთვის შეეტყობინებინათ, თუმცა კარგი იქნებოდა მათ ეს წინასწარ სცოდნოდათ. დაზვერვის სამსახური საიდაზვერო ინფორმაციას მოიღოს საზღვრებს მიიღო. დაზვერვის სამსახური აქტიურად ჩართული არის არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია რო ჩემთვის აქვს, მე რო არ ვცოდნოდა, ამაში პრობლემას მე ვხედავ. სამწუხაროდ ღია წყაროებიდან გავიგე ეს ინფორმაცია. კარგი იქნებოდა, რომ მანამდე ვცოდნოდა. რაც მე მაქვს ინფორმაცია, ესე იგი მოსახლეობა ჩავარდა საკმაოდ რთულ ვითარებაში, იქ საგუშაგოები, დამატებით საგუშაგოები გახსნეს რუსეთის ფედერაციამ გახსნა დამატებით საგუშაგოები. და სამეთვალყურეო საშუალებები დაამონტაჟა. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა. თემასთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება გახარიას გუნდში. პარტია საქართველოსთვის წევრი გიორგი ჭანტურია ჩორჩანას საქმეს არა მათი ლიდერის, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას უწოდებს. იგივე საქმეზე, რასაც კომისია არის შექმნილი, იგივე საქმეზე კომისია შექმნილი იყო ოკუპანტების ტერიტორიაზე. და იგივე საქმეზე, რასაც პროკურატურა დღეს იძიებს ჩორჩანის საგუშაგოზე მაქვს საუბარი, იგივე საქმეზე ოკუპანტებმა საკუთარ ტერიტორიაზე პროკურატურაში აღზრდეს საქმე. და დღეს მოსამართლებით გვაქვს ერთ და იგივე кейსი, უბრალოდ ოკუპანტები იძიებენ თავის მხარეს და აქეთ მხარეს საქართველოს პროკურატურა აკეთებს იგივეს. ახლა ვის ინტერესში არის, ამას ქართული ხალხი ძალიან კარგად ნახავს და რაც შეეხება ახლა ჩვენ რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ ქართული ოცნებისგან ყველაფერს ველოდებით, იმიტომ რომ ხალხი რომელმაც საკუთარ ქვეყანას ომი დააბრალა, მერე გამოვიდა მათი ლიდერი და ოკუპანტებს ბოდიში უნდა მოუხადოთ ეს განაცხადა, მერე კამპანია ჰქონდათ ანწუხელის გმირობაზე და თქვა ის რომ თუმე ეს ადამიანი რაღაც პიარული კამპანიის გამო ამ ადამიანმა თავი გაწირა, ამ ადამიანებისგან ახლა ყველაფერს ველოდებით. გუშინ ამავე საქმეზე პროკურატურაში იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია. გამოკითხვის შემდეგ მან თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა და ამის შესახებ მოგვიანებით მასმედიიდან გაიგო. იზორია ოცნების მსგავსად გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს და ამბობს, რომ ეს საკითხი მას უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში უნდა განეხილა. 22 ივლისს პროკურატურაში გამოკითხეს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც ასევე თქვა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს სამსახურში გაიგო და თავდაცვის ძალებში შესაბამისი ღონისძიება გაატარა, რათა ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყვნენ. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს და რომლის სამიზნედ სავარაუდოდ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.